მეგობრებო, დავიწყოთ ბიუროს ხდომა. თავმჯდომარემ თხოვა ჩატარება. აქ რამოდენიმე მხოლოდ როგორც დადგენილი დავადგინეთ წესი, თორემ დამატებულ საკითხებს წავიკითხავ. წინა ბიუროს ხდომაზე დამტკიცებული გვაქვს დღის წესრიგინა. ას დაემატა ის იმას ამოვიკითხავ. საქართველოს კანონის პროექტი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ფობილობაში, სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მეოთხე მუხლი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის ეს მეორე მუხლი დაჩქარებული წესით განიხილება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ გადაწყვეტილებაც მიღებული ქონია. კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ სამი კანონ პროექტია, რომელიც აერთიანებს კანონის პროექტს პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს კანონის პროექტი ესეთ დაჩქარებული წესით განეხილება. კანონის პროექტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და აქაც ეს პაკეტია საჯარო შესყიდვები და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე სახელმწიფო ბაჟის შესახებ არის კანონებში ცვლილებების შესატანი. საქართველოს კანონის პროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს რაც ჩამოთვალე, ყველა განიხილება დაჩქარებული წესით. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე, ეს პაკეტია და საბაჟო კოდექსის შეგვაქვს ცვლილებები და ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილებებია კვლავ შესატანი. ესეც განიხილება დაჩქარებული წესით. ორგანული კანონის პროექტია საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ვრცელი პაკეტია. სახელმწიფო ქონების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილების შესახებ, საახსრულებლო წარმოებათა შესახებ და იარაღის შესახებ შეგვაქვს კანონში ცვლილებები. კანონებში ცვლილებები. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ეს გავლილია დღის წესრიგში წინა ბიუროს ხდომაზე და გადავიდეთ ამდენად საორგანიზაციო საკითხებზე. საორგანიზაციო საკითხებზე თითოეულ სანამ გადავალთ 21 მუხლი უნდა ვნახოთ. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონში ცვლილებების შესატანი და აქვე საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ კანონში არის ასევე ცვლილების შესატანი და ამ პაკეტში საგადასახადო სისტემის და საგადასახადო მომსახურების შესახებ კანონსაც უნდა გადავწყვეტთ თავისი ცვლილებების შესატანად. შემდეგ არის 39 პარლამენტის დადგენილების პროექტი სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონფერენციის ბიუროს შესახებ კონვენციის რატიფიცირება უნდა მოვახდინოთ. საორგანიზაციო საკითხებიდან ცნობად უნდა მივიღოთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. და ასევე ცნობად უნდა მივიღოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 10 ნოემბრის 499 დადგენილება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე. თუკი განცხადებები არ აქვს, ბიუროს ხდომა დამთავრებულია და გთხოვთ გადავიდეთ ხდომათა დარბაზში. დიდი მადლობა.